კიდურესი ზღვარი არ არის ტემპერატურის გამორიცხულია, რომ ანტიბიოტიკი მივიცეთ. ამ ანტიბიოტიკთან დაკავშირებითაც გვაინტერესებს თქვენი შეხედულება რა. ანტიბიოტიკს რაც შეეხება, ყველა ანტიბიოტიკს თავისი მოქმედების არეალი და სპექტრი აქვს ხოლმე. ეხლა რატო ვართ ექიმები თქვა წინააღმდეგი ანტიბიოტიკის მიცემისა თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს ხო? ანუ რატო უნდა დაუშაო თქვა პაციენტს რომ გამოიყენოს ანტიბიოტიკი თუ ეს მისთვის კარგია და ზიანი არ არის? გეტყვით, ამას ბევრი ახსნა აქვს. პირველ რიგში ეს არის ის ახსნა, რომ ყველა ანტიბიოტიკს თავის მოქმედების სპექტრი აქვს და შეიძლება ჩვენ ქონდეს ინფექცია, რომელსაც თუნდაც ბაქტერიული, რომელსაც ეს კონკრეტული ანტიბიოტიკი არ ფარავს. ანუ მას ვიღებთ სრულიად ტყუილად. ყველა ინფექციას თავისი ანტიბიოტიკი აქვს, ამის თქმა მინდა რა. ანუ ეს ზედაპირულად ნათქვამი ანტიბიოტიკია, ეს დაახლოებით იგივეა, რომ მეგითხათ, რომ მე დღეს საჭმელი მივირთვი. ანუ ამ საჭმელის ტერმინის ქვეშ მე შემოვიაზრო როგორც ბორში, ასევე ტოლმა, შეიძლება შემწვარი კარტოფილი იყოს და უბრალოდ პური და ყველი ჭამო. ანუ ეს ყველაფერი საჭმელია. ასე ანტიბიოტიკის ხვდებით. ანტიბიოტიკების ძალიან დიდი სპექტრი არსებობს, ძალიან ბევრი არჩევანია და როცა ჩვენ ვაძოთ ანტიბიოტიკს ხომ ესე თვითნებურად ჯერ ჩვენ არც ვიცით ეს მართლა მოუხდება თუ არა იმ კონკრეტულ ინფექციას. ამიტომ ეს პირველი შეცდომა არის. მეორე შეცდომა არის ის, რომ თუნდაც ჩვენ დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს სწორად შერჩეული ანტიბიოტიკია, იმ ანტიბიოტიკს თავის მოქმედების არეალი აქვს. ის ასევე თქმავს მათ შორის ნაწლავებში არსებულ კარგ ბაქტერიებსაც. თუ ეს ბაქტერიები დაეთხუნება, ეს მე გამოიწვევს ანტიბიოტიკ ასოცირებულ ფაღარათს. რაც საკმაოდ ხშირი მოვლენა. ამ ფაღარათისას მე იკარგება ხოლმე ელექტროლიტები, იკარგება ჰიდროკარბონატი და რაღაცები, რაც საბოლოო ჯამში მე ბავშვის ჯანმრთელობაზეც აისახება. მეორეც, ამ ანტიბიოტიკების ფონზე მის სხეულში არსებული სხვა ბაქტერიები უკვე ხდებიან მის მიმართ რეზისტენტული. ეხლა ეს რას ნიშნავს? ეს მას ნიშნავს, როცა ამ ბავშვს სხვა დროს ისევ დასჭირდება ანტიბიოტიკის გამოყენება, მის სხეულში არსებული აქამდე მყოფი ბაქტერიები იმ ახალ პათოგენურ ბაქტერიას გადასცემ ინფორმაციას, რომ ეს ანტიბიოტიკი უკვე იყო გამოყენებული სხეულში. ამ მოვლენას უზრუნველყოფს სპეციალური DNM-ი, მას ქვია პლაზმიდი, რომელიც ბაქტერიებს შორის გაიცვლება ხოლმე. არ მინდა უბრალოდ თულად ვილაპარაკო, უბრალოდ არც ისე არ მინდა რომ ვიღაცას ეს ფანტასტიკის სფერო იგონოს. ბაქტერიებს შორის ხდება პლაზმიდით ინფორმაციის გაცვლა, თუ რა ანტიბიოტიკი იყო გამოყენებული და ამიტომაც არის რომ შემდეგ ჯერზე როცა ის ისევ მიიღებს იმ ანტიბიოტიკს, თქვა საცოცხლო ჩვენებით, ის შეიძლება აღარ წაადგეს მას და მასზე არ იყოს უცნობი არის. ამიტომ როცა ჩვენ გავისვეთ, უნდა ვიყოთ დარწმუნებული, ჩვენ ვინასაც რო ტყვია მოხდება სწორად და ჩვენ არ დაგვაზიანებს.